მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. გთავაზობთ ლეტალია და პანდორას ვიდეოს ბავშვები აუტისტები. ეს ვიდეო ატვირთულია 2023 წლის 12 ივლისს. პანდორა და ლეტალია მოესალმებიან ვიდეო მაყურებლებს და ლეტალია ამბობს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს პანდორასთან ერთად ინტერვიუ თემაზე ბავშვები აუტისტები. დღეს ძალიან საინტერესო შეკითხები გვაქვს ჩვენ და შევაპირებთ პასუხის გაცემას. ეს შეკითხვები ამბობს ლეტალია მე დამისვა ჯგუფმა, რომლებიც იკვლევენ აუტიზმს და ეძებენ ალტერნატიულ გამოსავალს და ეძებენ მეთოდს მუშაობისა ასეთ ბავშვებთან და ლეტალია თხოვს ყველას, ვინც მოусვენს ამ ვიდეოს და ვისაც აქვთ რაღაც შეხება ასეთ ბავშვებთან, აუტიზმიან ბავშვებთან, ან ხართ მშობლები ასეთი ბავშვებისა და ლეტალია თხოვს ასეთ მშობლებს მიწერონ მას ყველა მათი გამოცდილება ნეგატიურით, დადებითით, როგორ შეიძლება ასეთ ბავშვებს დაეხმარო, როგორ უმკლავდებით ასეთ ბავშვებს. ლეტალია ამბობს, რომ დავიწყოთ პირველი შეკითხვიდან. რა არის საერთოდ აუტიზმი? არის თუ არა რაღაც კლასიფიკაცია ბავშვების, აუტიზმიანი ბავშვების და რომელ კატეგორიებით, რა კატეგორიებზე იყოფა ასეთი ბავშვები? პასუხობს პანდორა. ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება, რადგან მასაც ჰყავს შვილი აუტიზმიანი და ამიტომ უფრო მეტი გამოცდილება გააჩნია პანდორას. პანდორა ამბობს, რომ არსებობს აუტიზმი სპექტრი, რაღაც სპექტრები აუტიზმისა და ის იყოფა მრავალ პუნქტზე, ძალიან ბევრ პუნქტზე, დაწყებული შიზოფრენიიდან და დამთავრებული ბევრი იმუნური სისტემის დარღვევებთან და დაავადებებთან და კონკრეტულად ამ სპექტრში პანდორა ამბობს, რომ არიან ბავშვები, რომლებიც ნორმალურ ბავშვებისგან არაფრით არ გაირჩევიან. არიან ბავშვები ძალიან მძიმე, მქონე აუტიზმით, რომლებიც არ ლაპარაკობენ, რომლებიც ვერ აღიქვამენ სამყაროს და არიან ჩაკეტილები თავიდანვე, არ ესმით, არა, სინამდვილეში ფიზიკურად მათ ესმით, მაგრამ მათ არ უნდათ ამ სამყაროსთან კონტაქტი ჰქონდეთ და ძალიან მძიმედ რეაგირებენ და ირწმევიან თავისი თავით, ჯიჯნიან ხელებს, იმტრევენ, ყველა სხვადასხვა რეაქცია აქვს. აუტიზმი, როგორც დაავადება, არის მრავალი სპექტრის და აუტიზმის იხება როგორც ერთიანი დაავადების შეუძლებელია. დიაგნოზი აუტიზმი დიაგნოსტირდება, აუტიზმი თვითონ დიაგნოსტირდება 3-4 წლიდან. რუსეთში ხდება მასე და მაგრამ აუტიზმის სიმპტომების დიაგნოსტირება შეიძლება უფრო ადრე ასაკშიც, თუ მშობელი დაუკვირდება. მუცელში ყოფნის დროს შეუძლებელია ბავშვს დაუდგინო აუტიზმის დიაგნოზი, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ამ აუტიზმის დადგენა უზის გადაღების დროს. ის კი არა, გენეტიკური ანალიზებითაც შეუძლებელია აუტიზმის დიაგნოზი დასვა. აგერ პანდორა ამბობს, მას ხომ შვილი ყავს აუტიზმიანი,
მეო გავაკეთეო სკრინინგი და ანალიზებმა უჩვენაო, რომ ყველაფერი არის ნორმაში. ამბობს პანდორა, რადგან მასაც ყავს როგორც თქვი მე აუტიზმიანი ბავშვი. შემდეგი შეკითხვა, ამბობს ლეტალია. რა არის მიზეზი იმისა, რომ აუტიზმიანი ბავშვების რითმა მოიმატა ასე ძლიერ. პირველი ლეტალია ეკითხება იმას, პანდორამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს. წარსული ცხოვრებების კარმიული სასჯელი, აცრები, ცუდი ქიმიური კვება. არა, ეს ახლა ჩამოთვლის მიზეზებს და მე შემდგომში პანდორამ უნდა უპასუხოს, ამიტომ სხვანაირად არ მიიღოთ იმასაც მე ხობა. ეკოლოგია და შეიძლება სხვა რა. პანდორა, ხო, მოყევი? შენ როგორი ხედვა გაქვს ამაზე ყველაფერს? პანდორა პასუხობს. მე ამას ვხედავ როგორც გეოშტორმს. ეს არის საუკუნეში. ესე იგი, ერთ წერტილში გროვდება უარყოფითი მომენტები. დავიწყოთ იმით, რომ ამ ჩვენს სამყაროში დაწყებული 2012 წლიდან და ადრეც დაიწყეს განსახიერება სულებმა, მე ვგულისხმობ ვარსკვლავურ სულებს სხვა პლანეტებიდან, მომავლიდან, რომ გადაარჩინონ, დაეხმარონ პლანეტას გადარჩენაში. ეს არის კრისტალური სულები, ეს მხოლოდ ინდიგო ბავშვები არ არიან, რომლებსაც აურა აქვთ კაშკაშა ლურჯი ფერის, მაგრამ ესენი არიან კრისტალური ბავშვებიც, რომლებიც სრულიად დაიწყებენ თავის სინქრონიზაციას დედამიწის კრისტალებთან ერთად და დაეხმარებიან დედამიწას მისი გულის მუშაობის დაწყებაში და დაეხმარებიან პლანეტას ენერგიების სინქრონიზაციაში დალაგებაში. მაგრამ რას აკეთებენ ჩვენი არამეგობრები, ჩვენი მტრები? ისინი ამახინჯებენ ჩვენ სხეულებს და უზარმაზარი სულები ამ კრისტალური ბავშვებისა, რომლებსაც გააჩნიათ დიდი რაოდენობით ჩაკრები და დიდი რაოდენობით ენერგიები, არ შეუძლიათ სრულიად შევიდნენ ამ სხეულებში. ესე იგი, სხეულებს ისეთ დეფექტიანს ხდიან, რომ ეს ძლიერი ენერგეტიკულადაც ჩაკრების რაოდენობითაც სულები, ეს უზარმაზარი სულები ენერგეტიკული, კრისტალური სულები ვერ შევიდეს ფიზიკურ სხეულში სრულიად. რადგან ეს ფიზიკური სხეულები არის გენეტიკურად დამახინჯებული და ეს გენეტიკური დამახინჯება ხდება მშობლების დახმარებით, ჯერ ამახინჯებენ მშობლების გენეტიკას, შემდეგ მათ რასაკვირველია ებადებათ გენეტიკურად დამახინჯებული ბავშვები. ამაში შედის ხილმტვრელებიც, მე ბევრჯერ ვახსენე მაგალითად ხილმტვრელები, რომ გვაყრიან ზევიდან რაღაცას, კვებაც შედის, აცრებით რასაკვირველია მოქმედებს, ეს არის ძიმე მეტალები, ყველაფერი რითაც ჩვენ სუნთქავთ, ამას აგრეთვე მიეკუთვნება საინფორმაციო ხმაური. სხვათა შორის მე დადებული მაქვს წიგნი, ნათარგმნი რუსულიდან წიგნისა, მიშელ დემარკისა, ტიაუბა ოქროს პლანეტა და იქ მას უხსნიან, თუ რა საშიშრებას წარმოადგენს ხმაური საერთოდ. იგივე ინფორმაციული ხმაური, საინფორმაციო ხმაური, იგივე ხმაურიანი მუსიკა. და ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს ადამიანზე და როგორ მოქმედებს გარებუნებაზე. ბუნებაზე საერთოდ. და ეს ყველაფერი გეოშტორმის სახით გროვდება ერთ წერტილში
იმისთვის რომ გაანადგურონ, აი მაინდა-მაინც ეს რასა, ახალი რასა, რომელიც იბადება ახლა ჩვენ დროში. და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ზოგი დედა ფიქრობს, რომ მისი ბრალია რომ შვილი მასეთი დაებადა. ან რამე სასჯელის სახით და მოვიდა შვილთან დავადება. არა, პანდორა ამბობს, რომ არა. ეს არის ახლა შეიძლება დედები მშობლები გაუბრასნენ პანდორასაც და შეიძლება მეც გამიბრასნე მე რომ ამას ვამბობ ვიმიორებ. ეს არისო უდიდესი საჩუქარი. დედებო, თუ თქვენ ყავთ მასეთი შვილები, მიიღეთ ისინი როგორც დიდი საჩუქარი. შენი სული თვითონ დაიწყებს გამოსავლის ძებნას და დაიწყებს სულიერად განვითარებას. ხოლო ჩემი შვილის დამსახურებით მე გავხდი, მე გავიგე, მე დავიწყე შესწავლა ისეთი რაღაცებისა და ისეთი მომენტების გარკვევა დავიწყე და მივიღე ყველაფერი როგორც საჩუქარი, როგორც ჩემი უნარები. მე მივხვდი რომ თუ მე არ დავიწყე სულიერად განვითარება, ჩემი შვილი უბრალოდ დაიღუპება. ჩემ შვილს თავიდან დაუსვეს დიაგნოზი მძიმე აუტიზმი. ამბობს პანდორა, მაგრამ მე ის გამოვიყვანე სუბუქ მდგომარეობაში. რა მდგომარეობაშიც ის ლაპარაკობს, ის ურთიერთობს, კონტაქტობს. ახლა ის არის მოზადი ბავშვი, რომელიც ელაპარაკება ყველა ბავშვებს, ეკონტაქტება მათ. გამოვიყვანე იმ მდგომარეობიდან, როდესაც ის თავს არტყამდა კედელს. ხომ იცით მაგაშმა როგორ იციან თავებს დარტყმა. ისე არტყამენ თავს ხოლმე კედელს, რომ და სისხლნებულები არიან. თავსაც, ხელებსაც თან იკვინებიან. ასე რომ მე ბევრი ინფორმაცია მაქვსო ამ საკითხთან დაკავშირებით. ლეტალია ეუბნება პანდორას. პანდორა გმადლობთ პასუხისთვის. მე ხლა გადავალთ შემდეგ შეკითხვაზე. რომელ ქვეყნებში არის ყველაზე დიდი რაოდენობა აუტიზმიანი ბავშვებისა? თუ ხარ ასაკურველია საქმის კურსში. პანდორა პასუხობს, რომ კი, მე ვარ საქმის კურსში. თავიდან ერთი აუტისტი მოდიოდა 1000 ადამიანზე, მაგრამ ახლა იბადება ძალიან დიდი რაოდენობით აუტიზმით დაავადებული ბავშვები. მაგრამ როგორც მე თქვი, ეს არის რასა, რომლებსაც თავიდან ვეტეხავენ, უმახინჯებენ ფიზიკურ სხეულებს და როდესაც ისინი გახდნენ, გამრავლდნენ, ასე ვთქვათ, გახდნენ ბევრნი ამერიკაში, რადგან ეს ის პერიოდია 60-იანი, 70-იანი წლების, როდესაც დაიწყო ხილმტრელები და დაიწყეს ექსპერიმენტები აცეთან დაკავშირებით. აი იქიდან წამოვიდა ყველაფერი ეს და დაისმის კითხვა რატომ? პანდორა ამბობს, რომ იმიტომ რომ ჩვენმა წლებმა, არა მეგობრებმა, რასაკურველია ეს თემა ისწავლება და იქიდან წამოვიდა ის, რომ ექიმებმა მიხვდნენ, დაიწყეს, ესე იგი, გაცნობიერება იმისი, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი ავადმყოფების რეაბილიტაცია. ის კი არა მძიმე მდგომარეობიდან ისწავლეს მათი გამოყვანა. ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. მე ნანახი მაქვს ვიდეო, სადაც დაიბადა 2 წყუბი, 2 გოგონა და როდესაც ერთი გოგონა იყო ნორმაში, ჯანმრთელი ბავშვი, მეორე გოგო იყო მძიმე აუტიზმიანი და ამას დამატებული დეცეპი არის და ის არ ლაპარაკობდა და მათ შეუსულდა 18 წელი და ის გოგონა, რომელსაც ცვლიდნენ ბოსნეულად, რომ არ აღიქვამდა არაფერს, ის გოგო იწყებს, ავადმყოფი გოგო იწყებს და უცებ, როდესაც მისი დათხოვდებოდათ 18 წლის ასაკში, ამ ავადმყოფმა და კომპიუტერის კლავიატურაზე ერთი თითით აცქი უყურებდა ისე დაუწერა მისდას, როგორ მიყვარხარ მე შენ, ჩემო დაიკო და როგორი გახარებული ვარ მე შენ რომ თხოვდები.
ყველა იყო შოკში, ყველა ტიროდა. რადგან მისი სული ალაპარაკდა ამ მომენტში და მე რომ უყურებდი ამ ფილმს, ამ ვიდეოს, მე ვტიროდი, რადგან მიფიქრე, რომ ეს არის შანსი ამოიყვანოს სული, რომ სული გიძახის, რომ მას შეუძლია ლაპარაკი. მძიმე აუტისტიც კი არის მაღალი, ნათელი, კრისტალური სული, რომელიც მოვიდა ამ სამყაროში. შეიძლება ავადმყოფი ბავშვი აგრესიას გამოხატავდეს, დედას ეცემოდეს, მაგრამ ეს ის სულია, სადაც საჭიროა მისი გარმონიზირება, შეიყვანო ის სიხშირიან, ასე ვთქვათ, წესრიგში. უნდა მოაწესრიგო ამ სულის სიხშირე, ვიბრაცია. რუსეთში იმ დროს ხილმტრელები არ იყო, მაგრამ როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და მაშინ გამოჩნდა ხილმტრელები, კიდევ შეგახსენებთ, რომ ხილმტრელები ეს არის რაღაც ნივთიერებებით ჩამოყრა ციდან, მაგნიტირებებში შედის მძიმე მეტალებიც, ნანო ჩიპებით, რაღაც ნანო ხელსაწყოები, რომელსაც ამას ყველაფერს ჩვენ სუნთქავთ. ისნერად წვრილია ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვერც კი ვიცნობთ. მაგას თუ ჩავისუნთქავთ, ან გადავყლაპავთ. ამის შემდეგ გამრავლდა რუსეთში და ესე იგი ყოფილ ქვეყნებში აუტიზმიანი ბავშვები და ევროპაშიც. ინგლისშიც იყო ასეთი მომენტი, იყო ავადმყოფი ბიჭუნა, რომლის სულიც გაიღვიძა. მე ვსწავლობდი ამ თემას მთარგმნელებთან ერთად, პროფესორებთან ერთად. ისინი ყვებოდნენ თუ როგორ უნდა გამოიყვანო ასეთი ავადმყოფები, მძიმე აუტიზმიანიც კი მდგომარეობიდან. ზოგს ეს ხილმტრელების ნაწილები, რაც კი ხდება ჩვენ ორგანიზმში, გამოყავს საკვების დახმარებით, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ვერ ჭამენ პურს. საერთოდ ეს ფუნთუშები და ასეთი საკონფიტრო პროდუქცია, რომელიც შეიცავს ქვილს, ამას არ აჭმევენ, რადგან ეს წეპავს შიგანს და შიგანში ხომარისო ნერვული სისტემა და ამ ნერვულ სისტემასაც ბლოკავსო, აზიანებსო და კიდევ გაარკვიეს, რომ მithumedes ამერიკაში გამოკვლევის პერიოდში, რომ არავითარ შემთხვევაში ბავშვებზე არ შეიძლება ნეიროლეპტიკების მიცემა, რადგან ნეიროლეპტიკები მხოლოდ ამძიმებენ ამ მდგომარეობას. შეიძლება ნეიროლეპტიკებმა აგრესიული მომენტები მოხსნას, მაგრამ მასეთ ბავშვს შემდგომში ვერაფრით ვერ აღუდგეთ ჯანმრთელობას, ვერანაირად. რუსეთში ყველა სხვადასხვანაირად მკურნალობს, ფსიქიატრია სხვადასხვა ადგილებშია განლაგებული და მაგალითად ნოვოსიბირის რაიონში და ნოვოსიბირსკში ჩვენ არ გვაძლევენ ნეიროლეპტიკებს. ალტაის კუთხეში კი ადლევენ და მე ვეუბნებოდი ფსიქიატრებს, რომ არ მისცენ ასეთ ავადმყოფებს ასეთი წამლები, ნეიროლეპტიკები. ლეტალია თქვა, რომ გადავიდის შემდეგ კითხვაზე, როგორ შეიძლება განარჩიო, თუ შეიძლება გაარჩიო აურა აუტიზმიანი ბავშვებისა, ჩვეულებრივი ბავშვების აურისაგან. ნორმიკების აურა როგორ განსხვავდება. საერთოდ 2000 წლების შემდეგ ეს სიხშირეები
შეიცვალა, ამ სიხშირებმა დაიწყეს ცვლილება და დაიწყეს შემოსვლა ძლიერმა ბავშვებმა. ბავშვები ინდიგოს ბავშვებს აქვს ლურჯი აურა. ბავშვები, რომლებსაც აქვთ გარბლავაი აურა, ისე იგი აქ არის კიდევ აურა განლაგებული. არ მახსოვს, მე-7-ია მგონი თუ მე-6, ზუსტად არ მახსოვს. წინათ მე ვიდეოზე დავდე, წინა ვიდეოში, ერთი ორი ვიდეოს უკან. ხო და ასეთ ბავშვებს შეუძლიათ სიმღერა, გამოსვლა. ესეც ძლიერი ბავშვები არიან და არიან ბავშვები კრისტალები. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც არიან დაკავშირებული დედამიწის გულის კრისტალებთან. არიან ბავშვები ნორმიკები, რომლებიც ნორმიკებს აქ იგულისხმება ნორმალური ბავშვები, რომლებიც დაუშვად არ არიან კრისტალურები, მაგრამ იქნის მართაც გააჩნიათ რაღაც ტალანტი. ნიჭი გააჩნიათ. ნიჭიერი ბავშვები იბადებიან, უბრალო ბავშვებში. ისინი ხატავენ, მღერიან და რაღაც სხვას კიდევ აკეთებენ, მაგრამ როგორც მეთქვით, ჩვენმა არამეგობრებმა ძალიან ბევრი დამახინჯება შეძლეს და ასეთი ნიჭიერი ბავშვები ხდება ისეთი მშობლების ხელში, რომლებიც ბავშვების ნიჭს არ აღიქვამენ და გულთან ახლოს არ მიაქვენ. ყურადღებას არ აქცევენ. და ასეთი ბავშვები ვერ ხსნიან თავის პოტენციალს. და ხდება ისე, რომ ასეთი ბავშვები ტყდებიან. ამიტომ მე დედებს ვეუბნები ყოველთვის დააკვირდით თქვენ შვილებს. დაეხმარეთ მათ გახდნენ უდიდესი მეომრები. ჩვენ გვდით ახლა არიან ყველა ის ღმერთები, რომლებსაც ჩვენ ველოდებოდით. ბავშვების სახით, ხო? ნათელი ღმერთების. ისინი ახლა აქვს ნათქვამი, არ მახსოვს, გონი ბერეგინას, ხო? ბერეგინა ლეონას. ჩვენ რომ მიმართავთ ღმერთებს, თქვენ ღმერთები ვერ გაგიგებენო, იმიტომ რომ ყველა ღმერთები, ნათელი, ძლიერი ღმერთები ახლა მოსული არიანო დედამიწაზე და განსახილებული არიანო ადამიანების სხეულებში, რომ დაეხმარონო დედამიწას და დაეხმარონო ადამიანებს. ეს იგულისხმება პანდორამ და პანდორაც ამბობს, რომ ეს ღმერთები ყველა არის ახლა დედამიწაზე. ლეტარი ამბობს, ეუბნება პანდორას, ხო, პანდორაჩკა, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ეს მშობლებამდე, ეს ინფორმაცია მივიდეს ასეთი ბავშვების მშობლებამდე და ასეთი შეკითხვა არის თუ არა რამე კავშირი აუტიზმიანი ბავშვებს და ინდიგო ბავშვებს შორის. მე ვარ ერთ-ერთი პირველი ბავშვებთაგანი, ინდიგო ბავშვებთაგანი დედამიწაზე, ამბობს ლეტარია. მაგრამ ეს საკითხი მე პირადად არ შემისწავლია. ამიტომ შენ შეგიძლია ამ კითხვას გასცე პასუხი. კი, კავშირი აუტიზმიანი ბავშვებს და ინდიგო ბავშვებს შორის არის, მაგრამ არა ფიზიკურ დონეზე, არამედ აქვთ მენტალური კავშირი. ერთი ენერგია, რომელიც ეხმარება მეორე ენერგიას. ჩემი უფროსი ვაჟი არის, რომელსაც ჯერ ქონდა ინდიგოს აურა, შემდეგ ის გახდა მოცისფრო ფერის და ის ბავშვობიდან ხედავდა თავისი ძმის აურას. და მეკითხებოდაო, ჩემს ძმას რატომ აქვსო თეთრი აურა? რომ მე წარმოდგენა არ მაქვსო, მეუბნებოდაო ჩემი ბიჭი, რატომ აქვსო ჩემს ძმას თეთრი აურა? რატომ არა ის ისეთი, როგორც ვარ მე? მე პანდორა ამბობს, რომ მე ვუთხარიო ჩემს შვილს, რომ მიეციო ისიც გაიხსნებაო. არა და ორივე მიდიან ტანდემში. სულ აქვენ ერთმანეთთან კონტაქტი, ურთიერთობა, გაგება. მომავალში სულები იგრძნობენ ერთიან კავშირს ერთმანეთს შორის. ჩვენ ისედაც ვართ ერთიანი ცნობიერება, მაგრამ ისინი არიან ის პირველი მეომრები, რომლებიც იქნებიან გაერთიანებული ამ ერთიან ცნობიერებაში. ჩვენი დედა მიწის გარშემო
გაიშკას გარშემო. ლეტალია ეუბნება პანდორას, მაგრამ ხო ეუბნება პანდორას, რომ ბავშვები, ინდიგოს ბავშვები და აუტიზმიანი ბავშვები მაინც განირჩევიან ერთმანეთისგან რაღაც უნარებითო. მაგრამ მათში დევს მატრიცის გამრუდება, რომელიც იქმნება განსაზღვრული გარემოებებით და მათი გამრუდება შეიძლება იყოს რამდენიმე დონეზე და თუ მათ ხარს უჭერენ მშობლები, მეგობრები ან ნათესავები, ეს გამრუდებები მათ მატრიცაში შეიძლება გასწორდეს. მაგალითად, მაგალითს მოგიყოთ, მაგალითად მშობლები განქორწინდებიან, ხო? და დაუშვათ მამამ წაიყვანა ერთი შვილი, დაუშვათ ეს შვილი ხატავს, ან უნდა იაროს ცეკვაზე, ან სიმღერაზე, ან პიანინოზე და მუსიკაზე, მაგრამ მამა არ აძლევს ამის საშუალებას. არსად განვითარების არანაირი, არც ერთი ბავშვის ნიჭის განვითარების საშუალებას არ აძლევს. არც ხატვაზე უშვებს დაუშვათ ბავშვს, რადგან მას მოწონს ძალიან ხატვა, არ უშვებს. სკოლას სახლი და ყავს ჩაკეტილში. რასაკვირველია, ასეთ ბავშვს რაღაც ნიჭი რომ გააჩნდეს, ეს ნიჭი იხჩობა, ქრება. ან ასე ვთქვათ, აკასტინიეთო რო იწყიან რუსები, ალბათ ძვალდება, ქვავდება, ისე რომ მაგას ვერანაირად ვერ შეცვლი, ხო? წარმოიდგინეთ, ზოგი მშობლები ისეთია, უნიჭო შვილები ყავს, მაგრამ მაინც ატარებენ ბავშვებს ყველგან, რომ ბავშვი ცოტა მაინც განვითარდეს და წარმოდგენა ჰქონდეს. შეიძლება ბავშვი ერთში ჰქონდეს ნიჭი, მეორეში არა, მეორეში ჰქონდეს ნიჭი, მესამეში არა. ხო, მაგრამ ადრე ბავშვებს უმართლებდათ ნაკლებად. სულიერ განვითარებას არავინ არ ფიქრობდა. მით უმეტეს ნაკლებად განვითარებულ რაიონებში, ქალაქის ტიპის რაიონებში, სადაც უფრო მეტი იყო სოფელი, რა იყო იმ მთავარი ადრე? რა? ჭამა ფული, ქონება. ის ფასობდა ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ყველაზე უდიდესი სახლი, ლამაზი სახლი, დიდი ეზო, მანქანა ყავდა, რასაც ჩემ დროს და თანამდებობებზე მუშაობდა. თორე ცეკვა, მუსიკა, ხატვა, ასეთი რაღაცები კი, სწავლას აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ ბავშვს, რომ ის ნაკლებად. მე მაგალითად ძალიან მინდოდა გამეგრძელებია ხატვა, მაგრამ არ გამიშვა მამამ ხატვაზე. მე შენო ვეგრძელო კუჭი, რადგან მასთან ვიზრდებოდი. ხო და ასეთი ბავშვები ბევრია, ძალიან ბევრი. რასაკვირველია, მე ვხატავ, დღესაც ვხატავ. მაგრამ საერთოდ ვამბობ, ლეტალია ამბობს, რომ გადავალს შემდეგ კითხვაზე. კითხვა ცოტა მე ვერ გავიგეთ, მაგრამ ლეტალია ყოფილა რეგრესოლოგი და ის პასუხობს ამ კითხვაზე. ამიტომ მაინც მოусვინოთ მის პასუხს. ბავშვები აუტიზმები არ აღიქვამენ უცხო ადამიანებს, არ შეუძლიათ კონცენტრირება და ამიტომ რეგრესიულ თერაპიას ასეთ ბავშვებს ვერ utარებენ. მე არც მიცდია, რადგან მათ უჭირთ კონცენტრირება. მე უფრო მუშაობდი აუტიზმის მქონე ბავშვების დედებთან. სეანსის დროს ბავშვზე გავლენის მოხდენა არის, ასეთ ბავშვებზე გავლენის მოხდენა არის შეუძლებელი. მეორე კითხვა არის, მეორე შეკითხვას დავსვამ, არიან თუ არა ექიმები მზად გამოიკვლიონ აუტიზმიანი ბავშვები მომავალში რეგრესიული თერაპიის მეთოდით, თუ შენ ხარ საქმის კურსში. პანდორა პასუხობს, ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესორი არსებობს ამერიკაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ამ თემას ძირითადად არ ეხება არავინ, როგორც მე ეს გავიგე, და ვინც ცდილობს ამ თემაში განვითარებას,
რომელსაც უნდათ ამ თემის აწევა, მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ეს მე შევამჩნიე ყველა ქვეყნებში. და თუ ადამიანი პოულობს, აგნებს რაღაც მეთოდს, რომელიც ეხმარება ასეთ ბავშვებს, ამ ადამიანს გაუჭირდება ამ მეთოდის წაწევა და მშობლებამდე მიდის მხოლოდ ამ მეთოდის რაღაც ნაწილები. და მე ამ ნაწილებს მე ვაგროვებდი და პაზლებს ვაფსებდი. მე მინდა დავამატო, რომ ეს ბავშვები მოდიან ასეთი გამრუდებით, რომლების შემთხვევაში სულები არ არიან სრულიად შესული ფიზიკურ სხეულებში, იმისთვის რომ გამოასწორო გამრუდება ამ სხეულის მთელი მატრიცის და იმ სივრცისა ჩვენ გარშემო, რომელიც ახლა ითვლება, რომლებიც ცვლიან პლანეტის გამრუდებას, პლანეტის მატრიცის გამრუდებას, ეს ისა, რაც ჩაიდინეს ჩვენმა არამეგობრებმა. არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან მძიმე, მაგრამ მათში არიან ძალიან ძლიერი სულები, ძალიან ძლიერი, რომლებიც ბოლომდე არ არიან ამ სხეულებში შესული, ისინი არიან თითქოს ცარიელ ოთახში. ზოგი მათგანი კი ელაპარაკება თავის თავს, მეორე მესამე პირის მდგომარეობიდან, რადგან ისინი ხედავენ ამ საყაროს სულ სხვა რაკურსით, ისინი უყურებენ ამ საყაროს არა სხეულიდან, არამედ სულის მხრიდან, ესე იგი გარედან, სხვა რაკურსით. და ცნობიერება მათი მიდის ცალკე. უზარმაზარი, რომელიც გვერდით დგას და უყურეს სხეულს. ლეტალია ამბობს, რომ ოფიციალური მედიცინა აღიქვამს მხოლოდ ფიზიკურ სხეულს და ამიტომ ის რომ არ აღიქვამს სხვაგვარად ამ დაავადებას. მე ლეტალია ამბობს, რომ მინდა მიმართო მშობლებს, ეძებეთ ის გამოკვლევები, რომელიც ტარდება აუტიზმთან დაკავშირებით, ეძებეთ პასუხები. მაგალითად, ჩვენთან ისრაელშიო ეს თემა, ამ თემას აქვს ხარდაჭერა ბევრი საზოგადოების მხრიდან და ის იზრდება, აქ იქმნება ბავშვების მშობლების საზოგადოებები, რომლებსაც ყავთ ასეთი ბავშვები და მათ შორის ხდება ინფორმაციის შეცვლა გამოცვლა. ამიტომ ეძებეთ ასეთი ოჯახები, ეძებეთ ინფორმაცია, ეს ინფორმაცია დევს ყველგან, დავით ეძებს, ის ყოველთვის პოულობს